საღამო მშვიდობისა, შუა დღე მშვიდობისა, მეგობრებო. თუ დილა მშვიდობისა, რა დღეა, არ ვიცი, საათი გაფუჭდა. ბოლო ჩართვის შემდეგ საათი გაჩერდა. ჩემთან ნიშანია. ეხლა დღეს რას ვაკეთებ მე? დღეს ვაკეთებ აი ასეთ რაღაცას. რა, ნახეთ რა მოვქარგე? ხოლამაზია. ჯერ არ დასრულებულა და ეხლა თან მოვქარგავ. სპონტანური ჩართვა მაქვს თქვენთან ერთად. მოდით მე გავისწორო ესე. ცა? აი ესე. ცოტა მაღლა ავწევ, თორე ძალიან მაღლიან მიყურები ხოლმე თქვენთან. ხო, ეხლა რაც შეეხება თქვენს აქტივობას. თხოვნაა რომ იაქტიუროთ თქვენც დღევანდელ ჩართვაში, იმიტომ რომ მე სპონტანურად ჩავერთე, ეთყობა რაღაცის თქმა მინდა და არ ვიცი ჯერ ისი თქმა მინდა. ამას მე თვითონ გავიგებ თქვენთან ერთად. თმები არ მომწონს ესე. ესე ჯობია. აბა მომიყევით რა ხდება დღეს ახალი ამბები თქვენთან სამყაროში. რა მეხდება? თან მოვქარგავ კარგით. დღეს რატომღაც მომინდა ქარგვა. ხო და მე მოვქარგავ თქვენ ისაუბრეთ, დაგელოდებით თქვენ კომენტარებზე, მომიყევით რა ხდება დღეს, რაღაც მომხდარა კიდე სადღაც. ხო? წყალდიდობა მომხდარა, მე მგონი აფხაზეთში, ხო, თუ არ ვცდები? დღეს დაველოდებით თქვენს აქტივობას. რამდენად იაქტიურებთ თქვენ კარგით? უბრალოდ ეხლა ვისაც კითხვები გაქვთ რა, აი მაგალითად ადამიანები სპეციალურად ცდილობენ ხოლმე რომ შემხვდნენ და სპეციალურად რო არ შევხვდეთ, ხო? შეგვიძლია აი აქ ვისაუბროთ და თქვენი კითხვები დამისვათ, მე გაგცემთ პასუხს. სპონტანური ჩართვა მაქვს და აზრი არა ვარ, რა უნდა ვილაპარაკო ეხლა დღეს, მაგალითად. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დღეს ქარგვის ხასიათზე ვარ. ხო? ახალი ამბები ხო არ მომხდარა რამე თქვენთან? ხო, გამახსენდა ეხლა რა უნდა გითხრათ. დღეს 8 აგვისტოა, მეგობრებო, 8 და რვიანებზე დაეწყო. დღეს სირიუსი გადადის ლომის ზოდიაქოში. და ეს იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ურთიერთობები, გასარკვევი რაც გქონდათ დღემდე, გაირკვევა და გვიდით თქვენს მთვარეს, რომელ სახლში მოხდება. ხო? და ეს სახლი გეტყვით მოგიტანთ აღალ ამბებს, მაგალითად იმას, რომ რომელ სფეროში მოხდება თქვენთან ცვლილებები, აი ამას მოგიტანთ. ახლა აუცილებელი არ არის, რომ
ასტროლოგიურად იყოთ თქვენ აქტივად ჩართული, მოდი ესე მოგიყვებით ერთ რამეს რა. სირიუსისა და იზისის ამბავს მოგიყვებით, გაინტერესებთ? ქალღმერთი იზისის ამბავს. იზისი და ოსირისის ამბავს. აი ამასთან იქნება დაკავშირებული ცვლილებები ძირითადად რა. ნახე 8 და ეხლა ვარსკვლავს უკეთებ. და კოღო არის დადის რაღაცა უნდა ჩემგან სისხლია. სირიუსი თვითონ ვარსკვლავი სირიუსი, რომელიც გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში, არ მომწონს თმები ეს, გავიშიჯობია. და ესეც არ მომწონს, მოდი ეს დავიტანებ რა, ეს ჯობია. გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში, მეგობრებო, სირიუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ დასაბამიდან დღემდე რაც მომხდარა, მამრი და მდედრი ენერგიების გახლეჩვა, ეს დაიწყებს ისევ შეერთებას. აი ჩვენ ვიცით რომ იზის უყვარდა ოსირისი და იმის გამო რომ აი ამ მამრმა ენერგიამ დაიწყო დაშლა, ხო? დაბლოკა, ხო? იაბლოკა ხო არის მე ვიშლებიო, მე ვიბლოკებიო, ხო და ვაშლის მდგომარეობაშიც არის სიტყვა შლა. კი არ ვიბლოკები, არამედ მე ვიშლებიო, ესე გვეუბნება თვითონ სიტყვა ვაშლი. ხო, რაღაცას შლი. და როდესაც ვას შლი, მაშინ გეუბნება თვითონ სიტყვა რომ ვინისა და ანის შლი, ვიღაცას შლი, ანის შლი შენში, ანუ ღვთიურს შლი შენში, ხო? რაღაცა ღვთიურობის დაშლამ დაიწყო მამრ ენერგიაში შლა. და აქედან გამომდინარე იზისი, რომელიც იყო, ესე იგი, მდედრი ენერგია დასაბამიდან დღემდე. აი ეს მდედრი ენერგია, რომელიც მთლიანი იყო თავიდან მამრ ენერგიასთან, იწყებს ამ მამრი ენერგიის განკურნებას. ანუ დაეძებს მის ნაწილებს. გესმით? სად დაიშალა, როგორ განცალკევდა თავისი პირველადი სახისგან მამრი ენერგია, რომელიც გამოიყო იზის. და სწორედ ეს ენერგია აქტიურდება ეხლა 8 აგვისტოდან, დღეიდან, რამე თუ იზისი, ლილიტი, ეგენი ერთმანეთთან კავშირშია, ერთი და იგივე სახელებია მდედრი ენერგიის. ანუ როგორ იტყვიან ხოლმე ქართულად, ძირეული მდედრი ენერგიის რა. ძირეული მდედრი ენერგია არის ის. აი არ ვიცი, ძალიან სპონტანურად მოხდა. შეიძლება ადამიანმა იფიქროს დაგეგმილი ქონდაო, მაგრამ დღეს მომინდა ამის მოქარგვა. ესეც 8-ია. 8-იც ვარდის სიმბოლოა, მეგობრებო, და ვარდი კიდე არის მაგდალენელი სიმბოლო. მაგდალენელი იზისის სიმბოლოა. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთში საინტერესოა ძალიან. ხო და იზისი იწყებს ოსირისის ძებნას და განკურნებას. თუმცა ოსირისი მაინც აი გაფანტული არის თავის სისუსტეებში. ეხლა რა შეიძლება ვიფიქროთ სისუსტეები, ხო? ოსირისი რა სისუსტეებში შეიძლება ყოფილიყო გაფანტული? მაგალითად, მე რომ ჩავწერე წინა ლაივი ეგვიპტური გზავნილებიდან, თქო, ეგვიპტური წერილებიდან გზავნილები, თქო და იქ ესეთ რაღაცას ვამბობ რა, რომ ესე იგი მზიდან ან თუ რაღაც პლანეტიდან მოდის სხივები, ხელები და პირში უდებენ ანქის გასაღებს ორ არსებას, რომელიც იქ არის მონიშნული, დახატული რა.
და ადამიანს ეს გასაღები, ანქის გასაღები ხელში უჭირავს რა და ეხლა კომენტარებში მიწერენ მამაკაცები. ისეო ღმერთებიო ადამიანებსო თავიდანვე პირში უდებდნენო. ეხლა მეორე, დამიგრძელდა ყურებიო, კაცო თქვი რისი თქმა გინდაო. რას უდებდნენ პირშიო. მამრი დაშლილი ენერგიაა ეს მეგობრებო, რომელიც პირდაპირ აი ამ მიმართულებით, ანუ დაზიანებული მიმართულებით იღებს სიტყვებს. და რა თქმა უნდა, აი ეს დაშლილი ენერგია, მამრი ენერგია, რომელიც მდედრს ამ პოზიციაში უყურებს მაღლიდან დაბლა, ექცევა სუსტ მდგომარეობაში. ნახე, განკურნება კი ნიშნავს იმას, რომ როდესაც მამრი ენერგია მაღლიდან დაბლა უყურებს მდედრ ენერგიას, ხდება ამის ჩანაცვლება მდედრი ენერგიის თვალი-თვალში გასწორება. მამრისა და მდედრი ენერგიის თვალი-თვალში გასწორება. სხვათა შორის, აი ხა ძალიან სპონტანური თემა გაიჩიტა რა, აი მართლა სპონტანური, ისე რომ არანაირი აზრი არ მქონდა, გეგმა არ მქონდა, რას ვილაპარაკებდი და ისეთი მაგარი თემები უცბად დაიდო მაგიდაზე, რომ რა ვიცი რა. სვეტიცხოველის ფრესკაზე არის ესეთი იესო ქრისტეს პანტოკრატორის ფრესკა, სადაც რომბში ზის იესო ქრისტე. და რომბის ქვემოთ არის ორი ესეთი აი ორი სიმრგვალე, რომელიც ერთმანეთში არის შესული რა. აი ესე არის გადასული ერთმანეთში. ეს არის მამრი და მდედრი ენერგიების ქორწილი, მეგობრებო რა. ქოროს ორი წილის გაერთიანება, რომელიც თვალი-თვალში გასწორდება და თვალი-თვალსინ პირ-პირწილ და ჩვენ ყველანი დავდგებით ერთ, როგორც ლეკვი ლომისას სწორია ძუ იყოს უნდა ხვადიას გამონათქვამშია პირდაპირ აღწერილი, თვალი-თვალსწილ პირ-პირწილ. ანუ ესე იგი ჩვენ თვალებში შევხედავთ ერთმანეთს და მამრი ვეღარ დადგება მდედრზე მაღლა. და მდედრი ვეღარ დადგება მამრზე მაღლა ან დაბლა. გესმით, ეს ხდება გაწონასწორება მამრი და მდედრი ენერგიების გაწონასწორება. ხა რა ხდება კიდე სხვანაირად. სხვანაირად ხდება მამრი ენერგია არის სამკუთხედი, რომელიც ზედსად არის აღმართული კუთხე, მდედრი ენერგია არის დაღმავალი კუთხე. ანუ მიწისკენ დაშვებული კუთხე. ეს მდედრი და მამრი ენერგიები ერთმანეთში ჯდება, ისე რომ იქმნება დავითის ვარსკვლავი. აქედან გამოედინება 6 ქიმიანი არა, 6 ქიმიანი არა, 8 ქიმიანი ვარსკვლავი, რასაც ისევ და ისევ ქვია დავითის ვარსკვლავი. 1 2 3 არა, 8 ქიმიანი ვარსკვლავი არ არის დავითის ვარსკვლავი, 6 ქიმიანია დავითის ვარსკვლავი. ხო ასია მეგობრო, მოიცა დავხატე ხო? 1 2 3 4 5 6 ქიმიანია. 8 არის 8 ქიმიანი. ხო, 8 არის თვითონ 8. დავითის ვარსკვლავი არის მდედრი და მამრი ენერგიების გაერთიანება, მაგრამ ეს არ არის 8. და 8 არის ეხლა მივხვდი მე ერთ რამეს. 8 არის 5 8 არის რა არის 8? რა იქნება 8-ით?
ყოველ შემთხვევაში 8-ი როგორ დაიხაზება, ეგ ზუსტად არ ვიცი, ანუ ჰექსაგრამისგან არ დაიხაზება, არც პენტაგრამისგან არ დაიხაზება 8-ი, მაგრამ რა? მაგრამ 8 არის ცისკრის ვარსკვლავის სიმბოლო. ცისკრის ვარსკვლავის სიმბოლო კი არის სირიუსის სიმბოლო. სირიუსი არის ორიონის თანავარსკვლავედის ვარსკვლავი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე იყო ორიონის თანავარსკვლავედიდან, მზის შვილებიდან მოსული ღმერთი, ანუ მზის შვილებს ვისაც ეძახიან ამ ორიონელებს და სირიუსის ვარსკვლავი არის ორიონის თანავარსკვლავედში. ეხლა რა ხდება აქ? როდესაც დავითის ვარსკვლავი იქმნება, დავითის ვარსკვლავი არის ცისკრის ვარსკვლავი. ცისკრის ვარსკვლავი ორგვარი არსებობს. ესე იგი, ერთი არის, რომელიც ჩანს დღისით, მეორე არის, რომელიც ჩანს ღამით. ის ვარსკვლავი, რომელიც ჩანს ღამით, მას უწოდებენ ლუციფერის ვარსკვლავს. მაგრამ ის ვარსკვლავი, რომელიც ჩანს დღისით, მას ეწოდება ქრისტეს ვარსკვლავი. ეს ვარსკვლავი ასევე კავშირდება მაგდალინელთან და მაგდალინელი კავშირდება ვარდთან, ჯვარზე, შუაგულში მოთავსებულ ვარდთან. აი, არის ჯვარი, აი აქ არის ვარდი. შუაგულში აი ეს არის ვარდი. რაღაცა ხდება გარეთ. ტირიან. ახლა რა ხდება? დღეიდან იწყება აი ამ მამრი და მდედრი ენერგიების გაწონასწორება, გათანაბრება. აქედან გამომდინარე არ გაგიკვირდეთ ის, რომ გამოჩნდებიან თქვენ ცხოვრებაში ან თემად განიხილება თქვენ ცხოვრებაში ის ყოფილები, რომლებიც თქვენ ყავდათ ერთ დროს პარტნიორად, ან ქმრად, ან შეყვარებულად, ან რა ვიცი. აი ეს ყველაფერი, ეს ურთიერთობები თქვენში დალაგდება. და ის ურთიერთობები, რომლებიც არ დალაგებულა ჯერ, ანუ ჯერ ვერ უპოვია თავისი ადგილი და ვერ გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩენილა, ისინი გადახარისხდებიან. ერთი წუთით რაღაცა ხდება იქ გარეთ. რა ხდება მან? რა მოხდა? დე რა მოხდა? აზროვნებაში ხელი ხომ და შეგიშალოს რაღაცა. ხო და ამა. რა ხდება რა? ბავშვებო, ჩუმად იყავით რა, ეგრე ნუყვირი ხართ. არა მოხვიდეთ, კაცო, ითამაშეთ. არის ბავშვები. სად ვიყავით? ბავშვები არიან ძალიან ყურადღების მომთხოვნი ადამიანი. ყურადღებას ითხოვენ, ისე რომ შეიძლება სული ამოგხატონ რა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ეს ურთიერთობები თქვენთან როგორ დალაგდება, რა იქნება, როგორ იქნება, ეს ყველა თავის თავში უნდა ნახოს და თავის თავში ამოხსნას. ეს არის ეხლა მოცულობა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, რომ გეხმარება ეს ვარსკვლავი, იზისის ვარსკვლავი,
ამ საკითხების დალაგებაში რა. ამიტომ ბოლოჟამის დროს თქვენი ყოფილების ურთიერთობები კიდევ ერთხელ გადახარშეთ და იმ პირებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პირში მისცენ გასაღებები, ხო? ვურჩევდი მე, რომ მოძებნონ სწორი ადგილები მოძებნონ რა. რამე თუ პირში გასაღების მიცემით სიცოცხლე არ ვითარდება. გესმით? ასეთი ფანტაზიები აქვთ ხოლმე ძირითადად იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ბევრ პორნოგრაფიას უყურებს და პორნოგრაფიით არის დაკავებული. და ერთ-ერთი დემონია დღესდღეობით ეს პორნოგრაფია, რომელიც ძალიან გავრცელებულია. როგორც ახალგაზრდებში, ისე დიდებში და ეს ადამიანებს უნგრევს ფსიქიკას. გესმით? აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მამაკაცება, რომელიც ჯერ კიდევ ამ დემონის ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი, უნდა შეძლონ რამენაირად ხმასაც მართმევს ის დემონი. რამენაირად უნდა შეძლონ, რომ თავი დაიხსნან ამ დემონისგან. და თუ კი ამ დემონისგან თავს დაიხსნიან, მერე ყველაფერი დალაგდება. აღარ მოეჩვენებათ ქალი მდაბიოთ და ძალიან დიდ პატივს მიაგებენ მას, რომელიც დღეს არ აქვთ. გაიხსენეთ მამა გაბრიელმა რა თქვა, ბოლო ჟამს ქალს შერცხვება თავისი ქალობის, კაცს შერცხვება თავისი კაცობისო. აი ესეთი რაღაცა თქვა მამა გაბრიელმა. ეს უნდა მოხდეს და აი სწორედ დაწყებულია უკვე ეს დრო, დღეს 8 აგვისტოს, სადაც უკვე კაცს შერცხვება თავისი კაცობის, ქალს შერცხვება თავისი ქალობის. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა პასუხს მოგთხოვს. არა, იმიტომ რომ შინაგანი სინდისი გაიღვიძებს და შინაგანი სინდისი მოსთხოვს ადამიანს იმას, რაც წესით დღემდე სირაქლემასავით ჩაფლული ჰქონდა მიწაში და თვალები ჰქონდა ახვეული. აი ნახეთ, დავამთავრე უკვე. ხო ლამაზი გამოვიდა. Very nice. იცი რა უნდა გამოვიდეს აქედან მეგობრებო? განახოთ. აი ესეთ. გადავაკოპირე. ეს ვიყიდე საროში. ჯავახეთში არის ერთ-ერთი სოფელი, სადაც ძალიან სერიოზული შენობა დგას, რომელ შენობასაც აი 5 ჩემხელა ქვები აქვს ერთმანეთზე დადებული რა და იქ ალბათ სავარაუდოდ გიგანტები ცხოვრობდნენ. აქედან გამომდინარე მათ რაღაცნაირად შეძლეს, რომ აი ამ ხელა ქვები აეღოთ და დაედოთ ერთმანეთზე და იქაურმა დედავებმა თავიანთი ხელით შექმნილი მოგვყიდეს, ხო და რო ვიყიდეთ, მადლიერები დაგვრჩნენ, რომ აი დღეს ვფიქრობდითო რა, საიდან მოგვეტანაო საჭულის ფულიო და ეხლა თქვენ მოხვედით და გადაგვარჩინეთო.
ხო, მარტო ეს არ გვიყიდია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რაღაცეებით შევიძინეთ. ხო, ყველას გირჩევდით, ახვიდეთ საროში და ნახოთ აი ეს არაჩვეულებრივი UNESCO-ს ძეგლთა დაცვის იმაშია უკვე შესული ეს შენობა, რომელიც საროში შეგიძლიათ ნახოთ. ჯავახეთში არის ეს სარო, მეგობრებო. სანამ მიხვალთ, ესე იგი რა ქვია კაცო? უფლის ციხერაშოშია. გამახსენეთ აბა? ვარძიასთან. სანამ ვარძიაში შეხვალთ, მანამდე არის სარო რა, ძალიან მალე მოდის ვარძია, მერე საროს მერე არის თითქმის ვარძია რა და უნდა აუხვიეთ ამ საროს შესახვევში და ახვიდეთ სულ მაღლა და სულ მაღლა არის აი ეს ეკლესია, რომელიც ამ ეკლესიასთან დგას აი ამ ხლა უშველებელი შენობა, ნახევრად დანგრეული რა თქმა უნდა და იქ დიდი შენობები მოიპოვება და ეს ჩვეულებრივი საკითხია. სხვათა შორის კიდევ აპირებს საროში ასვლას და მეორედ ვიყავი. ეხლა ვკითხულობ. ეხლა ვკითხულობ შენ კომენტარებს და საერთოდ კომენტარები ეხლა ვნახე. ძალიან ლამაზია თამარ ყოჩახ, ჩემო ლამაზო გოგო. ამას გულისხმობ, ხო? ხო, ლამაზი გამოვიდა. გისმენ აბა, კარგად ვართ, მადლობა. იკითხება. ასპინძის რაიონია, ხო? ასპინძის ყოფილ ხარ? მედია, საროში, ძალიან ლამაზია ადგილია რა. აი, საინტერესო. ხო. ახალი ამბები არ იცით რამე? კარგი ამბები არ იცით? ბავშვებო, რა გჭირთ, რა არის, ვერ გავიგე. ხმაურია ძალიან. ხო და ეხლა მე რატო ვაკეთებ ამას, იცი? არ ვიცი რატო ვაკეთებ, მაგრამ რაღაცნაირად მომწყურდა თითქოს ამის ქარგვა მომწყურდა. არასდროს არ მიქარგია, პირველი ნაქარგია ხა ეს რა, ჩემი ხელებიდან. პირველი ნაქარგი. და კარგი გამოვიდა. ოღონდ იმიტომ გამოვიდა კარგი, რომ ამის მიხედვით გავაკეთე. და აი, ესეც ლამაზია და ესეც ლამაზია. ეხლა ამას ზუსტად იგივე ანალოგიურს გავაკეთებ. ამაზე დავაკრავ. აი ნახეთ როგორი და ესე გავაკეთებ რა. რა ვიცი. გამომივა რაღაც ალბათ. მე მექნება 2 წალი. 1 ლურჯი და 1 იასამნისფერი. აი, წავედი ახლა. ალბათ ეგ უნდა მეთქვა დღეს რაც გითხარით უკვე და. ხო, ახლა ესეთი რამეც არ არის რა, იოლი რამე, ძალიან მაგარი რაღაც ხდება. მავრიდა მდედრი ენერგიების გაწონასწორებას ელოდა მთელი სამყარო ამდენი 1000 წლეულები და აჰა, დაგვიდგა ეგ დროც. ჰაჯლობა უფალზამი. ხო, იპოვეთ რა, საერთო ენა გამონახეთ, ანუ მამაკაცებს ურჩევდი ახლა მე ერთ რამეს რა. მამაკაცები არიან ძალიან შიშრები. რატომ არიან ახლა შიშრები? მიუხედავად იმისა, რომ თავის თავს არ უტყდებიან ამ ხდალობაში რა. დაგეტყვით ახლა რა ხდება მანდ. როდესაც მამაკაც გრძნობა აქვს ქალის მიმართ, ის ბლოკავს ამ გრძნობებს იმის გამო, რომ ძალიან დებილური რაღაცის გამო რა. როდესაც მამაკაც ქალი მართლა უყვარს,
და შინაგანი მთელი არსით უყვარს ის ამ ქალს აღმერთებს. აი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით უკვე ღმერთ ქალად აღიარებს ეს მამაკაცი ამ ქალს. და როდესაც მამაკაცი ღმერთ ქალად აღიარებს რომელიმე თავის ცხოვრებაში გამოჩენილ ქალბატონს, ამ ქალბატონის მიუხედავად იმისა, რომ უყვარს, თან ეშინია ძალიან რა. და რატო ეშინია, ხა გეტყვით. ყველაფერი, რაც კი სამყაროში შექმნილა, ამ მამაკაცს ამ ქალისთვის ემეტება. იმიტომ რომ მისი შინაგანი ხმა ახსენებს აი იმ პირველად შექმნილს, დასაბამიდან შექმნილს ერთობას, რომელიც ქონდათ ერთ დროს აი ამ ორ ადამიანს, შემდეგ დანაწილდა და დაიყო, რა თქმა უნდა, მდედრი ენერგია უფრო კომპაქტური გახდა, იმიტომ რომ არ დაშლირა იმდენად, რამდენადაც მამრი ენერგია დაიშალა და ეს მდედრი ენერგია ცდილობს, რომ ეს მამრი ენერგია გაამთლიანოს. ამას რომ ხედავს მამაკაცი, ხო? ახსენდება ქვეცნობიერში ის, რომ ისინი ერთნი იყვნენ, აი ეს მამაკაცი, აი როგორც ყველაფერს რომ ვარსკვლავი ჩამოგიიტანო ციდან, ხო არის ესეთი ნათქვამი, ყველაფერს გაგიკეთებო და აი ყველაფერი რაც კი დედამიწაზე შექმნა ამ ქალისთვის უნდა. და მეორე ფაქტორი ის არის, რომ დღესდღეობით მამაკაცს ეს არ შეუძლია. არ შეუძლია რომ აფრინდეს ცაში და ვარსკვლავი ჩამოუტანოს. აი ირიბი მნიშვნელობი და პირდაპირ მნიშვნელობი. არ შეუძლია რომ იმხელა ფინანსები არ აქვს, ანუ რაღაცნაირად ფიქრობს მამაკაცი, რომ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და რადგან მას ეს ფინანსები არ აქვს, რომ ამ ქალს ყველაფერს აუშრობს, თავს შემოევლება, ყველაფერს რაღაც. ვისაც ახლა ესეთი მდგომარეობა აქვს, რომ ფინანსებში გამართულია და იპოვა ის ქალი, რომელსაც ეძებდა აი დასაბამიდან დღემდე და მის გვერდით არის იმას გაუმართლა, მაგრამ ვისაც არ გაუმართლა, ხო? ის თავის თავში არის დაკომპლექსებული. ამიტომ ისე კი არ ეშინია, რომ ვაი, არ დამანახოთ ეს ქალი. ეგ შიში არა მეგობრებო, სხვა შიში აქვს ამ ქალის მიმართ. შიში რომ არ შერწყვეს მის წინაშე. გესმის? აი ეს შიში აქვს და ამიტომ მამაკაცები ვერ რისკავენ ასეთ ქალებს და უკავშირონ თავისი ცხოვრება. მხოლოდ ძალიან ძლიერი მამაკაცები რისკავენ, აი დგავენ ამ ნაბიჯს და საერთოდ არ ფიქრობენ მატერიალურზე. ძლიერი, სულიერად ძლიერი, თორე ახლა მატერიალური ძლიერობაზე არ არის აქ საკითხი. სულიერად ძლიერი მამაკაცები, რომელმაც უკვე მატერიალის ფეხი დააბიჭეს და უკვე დაიმორჩილეს მატერიალიზმი, ისე კი არა რომ გახდნენ მილიონერები, არა, დაიმორჩილეს მატერიალიზმი, რომ ის აღარ აშინებთ მათ, უკვე უკავშირებენ ასეთ ქალებს თავის ცხოვრებას, მაგრამ აქ სხვა ფაქტორებია, აქ უკვე გარე ფაქტორები ერევა და მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი დგავს პირველ ნაბიჯს, თუ მეორეს, თუ მეხუთე ნაბიჯს ამ ქალის მიმართ და იჩენს ინიციატივას, უკვე გარე ფაქტორები ერევიან და აი ამათ ურთიერთობას პირდაპირ როგორ გითხრათ, პირდაპირ ისრებს არჭობენ. შლიან. რატომ შლიან ახლა? გაიხსენეთ ტაროს კარტებში არის ესეთი 21. უი, ნახეთ ვინ მოვიდა. ეს რა ჩიტია, არ ვიცი. ესეთი კარტა არის ეშმაკითკას შუაში, აქეთ ქალი, აქეთ კაცი და ბორკილებით არიან გადაბმული ეს მამაკაცი და ეს ქალი და ეს ბორკილებით არიან გადაბმული. მიჯოჭულები არიან, მაგრამ მაინც ამათ შუაში დგას ეს მურმანის ეკალი. ხო და ეს მურმანის ეკალი არ არის ეს ტყუილად დახატული ტაროს კარტაზე, ეს არის რეალობა, მეგობრებო, ეს რეალურად ხდება ესეთი საკითხი. არ არის აუცილებელი ეს იყოს ერთი პიროვნება, აქ არის სხვადასხვა საკითხები. შუაში გაჩხერილი ამ ორ ადამიანს შორის. შუაში გაჩხერილია ის, რომ ხან ოჯახის წევრები, ხან გარემოება, ხან ვითარება, ხან ჯანმრთელობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და
იმ დღეს ქონდა საუბარი წმინდა გიორგის ეკლესიაზე რა, საღამოს ცეცხლთან, რომ თუ მოვდივართ კიდევ ამ სამყაროში, ხო, აი რისთვის მოვდივართ, რომ რაღაცა ამოვხსნათ და რა გვაქვს ამოსახსნელი რა. ერთი და იგივე წრეზე გვატრიალებს ეს ბოროტი არის თუ ვინც არის, რაც არის. და რა გვაქვს ამოსახსნელი და ალბათ ის, რომ თავი გავითავისუფლოთ აი ამ დამოკიდებულებისგან, აი ამ ჯაჭვისგან გავითავისუფლოთ თავი და ისე ავიდეთ და შევუერთდეთ, თქვათ, ზეცად ქრისტეს. და ქრისტე ნათქვამია, რომ როდესაც მეორედ მოდის, ის თავის საცოლესთან მოდის. თავის საცოლეს გამომოდის ამ დედამიწაზე, საცოლის გამომოდის ამ დედამიწაზე და აქედან გამომდინარე, ვინ არის ეს საცოლე, ხო? აი ეგ არის საკითხი. ვინ არის ეს საცოლე? ნუ ეხა ეკლესიაში გონიათ, რომ ყველა მონაზონს გონია, რომ თვითონ არიან საცოლეები, მაგრამ საქმე მაგაში არ არის, მეგობრებო რა. საცოლედ ირჩევს ქრისტე მძლეველს. მძლეველს არა ისე, რომ მე ახლა ქრისტეს მონად გავხდი და ამ ცხოვრებისეულზე უარი ვთქვი და დავისამარე თავი, ხო? თითოეული მონაზონი ახლა იმედს გაუცრუებ ალბათ და ძალიან ეწყინებათ, მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით, არც ერთი მონაზონი ქრისტესი არ არის. სამწუხაროდ არც ერთი მონაზონი ქრისტესი არ არის. რატომ იცით? ქრისტეს არ უთქვავს ჩვენთვის, რომ მოიკალი თავიო და იქ დადექი მსახურათო. არ უთქვავს, ჩვენც არ დაუალებია. ქრისტემ გითხრა, რომ იცხოვრეთ ერში და დამემსგავსეთ მეო. როგორც ქალს, ისე კაცს უთხრა ეს სიტყვები. და შენ თუ აი ამ ყველაფერს გაექცევი მარტო იმის გამო, რომ მონასტერში წახვიდე და იქაური რაღაცა ჯანდაბები აიტანო, ხო? ეს პირდაპირ იალდაბაოც ემსახურო, შენ იალდაბაოთი ქრისტესთან არ მიგიშოს, იმიტომ რომ უკვე მისთვის მოკვდი. ქრისტესთვის არ მომკვდარ ხარ შენ. ყველა მონაზონს ვეუბნები რა. ამიტომ ამ ბოლო ჟამს გააცოცხლებს ქრისტიანებს. ყველა მონაზონს იხსნის ამ სიკვდილისგან, რომელმაც თავისი ნებით მიუძღვნეს თავისი თავი მონად ვიღაცას. იმიტომ რომ ქრისტე არ მოითხოვს მონებს, მათ კი დაირქვეს მონაზღვენები. არ არიან ესენი ქრისტეს ხალხი და ვერც ერთი მონაზონი ვერ გახდება მძლეველი. მძლეველია ის, ვინც მიბაძა ქრისტეს, ვინ მიბაძა ქრისტეს, ვინც დარჩა ერში და იცხოვრა ქრისტეს გზით. ერთადერთი ადამიანი მახსენდება მე, ვინც იცხოვრა ქრისტეს გზით, ეს იყო მაგდალინელი. მაგდალინელმა იცხოვრა ქრისტეს გზით. არც ერთი ქალი წმინდანი მე არ მახსენდება, რომ ის დარჩენილი იყო ერში და ემოღვაწა ისე როგორც ქრისტეს გზით. მაგრამ არის მეორე შემთხვევა, მაგდალინას ჯვარცმა გაუვლია თუ არ გაუვლია, ხო? არ ვიცი, შეიძლება კიდევაც გაიარა, მაგრამ რაღაცას აშკარად ელოდება ქრისტე, რომ მის მომწიფებას ელოდება. მის პოზიციას ელოდება, რომ მან განიცადოს მძლეველობა. და თუ კი ის განიცდის მძლეველობას, აი მაშინ უკვე მზად იქნება სრულიად გარემოც, რომ იღილოს ქრისტე. ანუ სულიერად მომწიფებული იქნება. ხა მეორე შემთხვევაში ზოგი იფიქრებს, რომ ქრისტე მოდის, რომ ჩვენ გადაგვარჩინოსო და არავითარ შემთხვევაში ქრისტე არ მოვა, იმიტომ რომ ჩვენ გადაგვარჩინოთ. ჩვენ უკვე გადაგვარჩინა ქრისტე. გითხრა გზა, დაგიდო და თქვა, რომ აჰა, გზა და იცხოვრება. თუ გინდა გადარჩენა, აგერ იცხოვრე. მე კიდევ არ მოვალ იმისთვის, რომ კიდევ მეორე გზა გაჩვენო. მე კიდევ მოვალ იმისთვის, რომ უკვე მივიღო ჩემი ნაყოფი, რისთვისაც აქ ვივღვაწე. მაგრამ იმხელა
დიდსულოვანია ქრისტე, რომ გაცადა 2025 წელი, რომ შენ მიხვდე რა გააკეთა ქრისტე სინამდვილეში. 2025 წელი დაითმინა შენს გამო, რომ შენ მოსულიყავი გონს. ის რომ გადაედო თავის მეორე ნახევართან შეხვედრა. ვიღაცა იტყვის რომ ის აიო ქრისტე იყო სრულყოფილი და უცოდველიო. მე ვერ ხვდები რა შუაშია ცოდვა თავის მეორე ნახევართან შეხვედრაში. არანაირად რა შუაშია ცოდვა ხალხო. ჩვენ ვიცით რომ ქრისტე მოდის, რომ თავისი სასძლო ნახოს ამ დედამიწას. ასი კი არა, ერთი ყავს მას რჩეული. ერთადერთი და არა სულ ყველა. ისინი არიან დაპატიჟებული ხალხი ქორწილში, ვინც 154,000 იქნება ამ ქორწილში დაპატიჟებული, მაგრამ ქრისტე არის ერთადერთი, რომელიც მოდის ამ დედამიწაზე იმის გამო კი არა, რომ შენ გიხილოს კიდე და გამარჯობა, შენ ჭირიმე, შენ გენაცვალე, აღა კიდევ გზაო გითხრას. არამედ ახლა უკვე ქორწილი, იქორწინოს. ქოროს 2 წილი. გაერთიანება ხდება, ხდებით? ამხელა ქოროს 2 წილის გაერთიანება ხდება. ანუ ქანების გაერთიანება ხდება. ამხელა გაერთიანება, ვინც ქრისტეს გზა გაიარა, ისიც ქრისტეს სიდიდის არის, ხო? ამ შემთხვევაში უკვე მდედრი და ისინი რო ერთმანეთს შეერთებიან, წარმოგიდგენიათ რა ამხელა სინათლე შემოვა ამ დედამიწაზე. მარტო მიჯნურები რომ შეხვდებიან ერთმანეთს, იმხელა სინათლე იქნება, რომ თელ ნახევარ დედამიწას აბწყინებს. და ეხლა წარმოიდგინე ქრისტეს და ქრისტეს მსგავსი რომ ერთმანეთის გვერდში გაერთიანდებიან, იქ რა მოხდება? ხო და აი ხლა ნახე ეს მამალი სად შემოჯდა. რა უნდა ეხლა იქ, აბა რა? ხო და მოდის ეს დრო, ან უკვე ეს 8 აგვისტო სირიუსის ვეფხვში შესვლა იწყებს როგორც ნგრევას, ისე შენებას. ძალიან დიდი ენერგია გამოიყოფა, უდიდესი ენერგია გამოიყოფა ამ დროს, აი ამ 2 წილების გაერთიანებისთვის. გისურვებთ თქვენ სავში გარკვევას ჯერჯერობით, ვისაც არ გინახავთ თქვენი მეორე ნახევრები, როგორ არის იცით, აი ყველა ადამიანს თავისი მეორე ნახევარი შეუქმნა ღმერთმა, ყველას. არ არის ისე რომ შენ დაგტოვა ისე ცალკე. ყველა ადამიანს თავისი მეორე ნახევარი შეუქმნა. ყველანი როგორც ერთი ისე იქნებიან ბოლო ჟამს და ყველანი ვინც როგორც ორნი იქნებიან, ერთს წარიტაცებენ და ერთს დატოვებენ. მიხვდით ალბათ, ხო? რა გითხარ? როგორც აი იმ დღეს გამოვალაგეთ ჩემი წინთები, ბავშვების ჩვენი ვაწყვილებ და ვფიქრობ ესეც რაც დარჩება ეხა ესე თავისი წყვილის გარეშე ყველას გადავყრი ამდენი ხანი მომბეს და მეთქი ამ ნასკების წინდების შენახვა ხანის იკარგება ხანის და ზუყრია ესე ცალცალად და ამ წყვილებაში ვარ და უცბად დამაკავშირა აზრმა გონმა მე ვთქვი მოვიდა ის დრო როცა ღმერთს უკვე მობეზრა და ეს ცალცალი წყვილების ყურება და რო ვერ პოულობენ თავის თავს და დადიან ესე ბეცებივიდან ყრიან აგდიან და საბოლოო ჯამში ახლა ყველას დააწყვილებს ძალისხმევით და რაც აღარ ვარგია ხო წყვილი არ აქვს გადაყრის რა დაასრულებს უკვე ისე კი არ არის რომ აი ახლა ისინი გადაიყრებიან და საწავლე არა ცდილობს ღმერთი რომ ყველას თავისი წყვილი ანახოს და აი თქვათ სადღაც გამოდის ქვეშ არის შევარდნილი ერთი წყვილი გამოიღოს და დააკავშიროს ეხლა რა შესაძარებელი მაგრამ ძალიან მაგარი შესაძარებელია რა ეს არის ძალიან კარგი შესაძარებელი რასაც მე ვაკეთებ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ აი პირდაპირ კავშირი გააბა ჩემთან მაგ აზრმა რა და ხო და მოკლედ თუ ერთი სადღაც აგდია გარეთ მაგალითად ბავშვს არჩა ბანაობის დროს
მოიტანს, ანახებს, ამის დროა ეხლა რა. ეს პერიოდი, რომ ეხლა სადმე თუ ვინმე აგდია ისე საწყლად ცალკე, აგე იქ არისო გითხრას და მიხვიდე და დაგაკავშირებ. ეხლა არის მეორე შემთხვევა რა, რომ წინდებს, მოდი შევადარებ, წინდებს, წყვილებს ყავთ ერთმანეთი ნაპოვნი, მაგრამ აი როგორც უკვე ახსენი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ერთდებიან, ხო? აი მაგალითად სად არის კიდე შეცდომა, ზოგიერთი სხვადასხვა წინდა არის ხოლმე დაწყვილებული. ყველა დაიშლება და თავისი წყვილი მოეძებნება. ამას წყალი არ გაუვა, ეს მოხდება. ეს უნდა მოხდეს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ერთ წარიტაცებენ და მეორეს დააგდებენ იქ. და რადგან ღმერთს ყველას გადარჩენა სურს თავის რჩეულებს ყველას დააკავშირებს ერთმანეთს, დააწყვილებს. რასაც აკეთებდა პირველ საუკუნეში, როცა მოვიდა და ყველას ცდილობდა, რომ ყველა დაეწყვილებინა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და ვერ ახერხებდა ამას. ჩვენც ნასკებივით ვართ მედია წერს, ხო, ეგრე. აი, ვინც ახლა თქვათ არასწორები შეუღლებულები არიან ერთმანეთთან, დააშორებს რა, იმიტომ რომ ტერენტი გრანელის აქვს ესეთი. ტერენტი გრანელია? არა, ოტიას აქვს. ოტია? რა გვარია ოტია? ძალიან ესეთი ეს მოვისმინე, კარგი შედარება, რომ როდესაც არასწორ ადამიანთან ხარო, ორგანიზმი იწამლებაო და იშხამებაო. იოსელიანს, ოტია იოსელიანი? ხო და როდესაც სწორ ადამიანთან ხარო, ივსებიო და ეს ახალგაზრდა რაღაც ესეთი აქვს რა, ძალიან სიღრმისეულად გაგებული აქვს ამ ადამიანს, რას ნიშნავს მიჯნურობა ოდითგანვე სიბრძნისა ერთი დარგი სახტოდ გასაგონი მსვენელთად ეს დიდი მარგი კვლავაკაცა ეამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი. ვარგისიან კაცებზე არის საუბარი რა. ვარგისიანზე და უვარგისებზე, ხო? უვარგისები გადაიყრებიან. დასრულდება ეს დრო, სრულდება რა. სრულდება. აი, ვინც ვერ ერთდება, ხო? უვარგისები ვინც არიან, ხო? აი, ხო შეიძლება რომ ერთი არის ვარგისი და მეორე უვარგისი. აი, მაგალითად ერთმა იცის, ყველაფერს ცდილობს რომ აი ეს ურთიერთობა გააბას და მეორე უვარგისი ვერ აკეთებს ამას, იმიტომ რომ იმას ჯადო აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ იმას ის აქვს და რა ვიცი, 1000 გვარი რა ვიცი, რებს არ აკეთებენ დღეს. ქალები რებს არ კადრულობენ რა და არა მხოლოდ ქალები, კაცებიც და იმიტომ რომ ვიღაცა ტყვეობაშია, იმიტომ რომ ვიღაცას ეშინია ქმარმა არ გაუყაროს დანა, ან ის არ მოკლას, ხო რამდენი შემთხვევა ყოფილა რომ შეყვარებიათ ერთმანეთი, ამ ქალს ოჯახი ყოლია, ბავშვებიც და იმის ქმარს მერე ის მოუკლავს, იმიტომ რომ სიყვარულში გამოტყდომია და აი ესეთი რაღაცები, ხო? ბევრია დედამიწაზე, როგორც ისტორიაში მოყოლილი, ისე ლიტერატურაში, ისე დღევანდელობაში და ისე რა ვიცი, 1000 გვარი ისტორიებს ვისმენთ და როგორც იშვიათია ქოცნობიერისა და ცნობიერის თანხვედრა, ისე იშვიათია ნამდვილი სიყვარულის პოვნა ვიღაცამ თქვა.
ნამდვილი სიყვარული რო იპოვა, ჯერ შენ თავში უნდა იყო გაცნობიერებული, ვიხარ, გარკვეული უნდა გქონდეს ვიხარ და შემდეგ იპოვი ნამდვილ სიყვარულს. სხვა შემთხვევაში ხარ ესე ბეცივით და ხან ერთს მიახტები, ხან მეორეს და ხან იმას ჩავხტები და ხან აი ბეცი რა, მართლა ბეცივით ხარ და იმიტომ რომ ყველაფერში თვალი გვაქვს ახვეული და ყველანაირად ცდილობენ რომ ეს ხალხი დააბრმაონ. ხო და რას შვებიან ის ადამიანები, ვინც ერთი ვარგისიანია და მეორე უვარგისი, ხო? გაიხლიჩებიან, ანუ ვინც ვერ ერთდება და რაც ვერ ერთდება, ყველაფერი დასასრულს იპოვის. გესმით? აი ეს მოხდება და მეტი არაფერი. არსებობს მესამე შემთხვევა, რომელიც ადამიანი თავის თავში გამთლიანდება და ვარსკვლავად გადაიქცევა, რომელიც ამბობს, რომ ამ შემთხვევაში უკვე მძლეველთან გვაქვს საკითხი. რამდენად მძლეველი ხარ, ეგ გამოჩნდება. მაგრამ არ არსებობს ვარსკვლავად ქცევა, თუ არ გამთლიანდი შენს მეორე ნახევართან ჯერ. ჯერ უნდა გამთლიანდე და მერე გამოიყო მას. თუ კი ვარსკვლავად გინდა გადაქცევა, გესმის? თუ შენს მეორე ნახევართან ჯერ არ გამთლიანებულ ხარ, შენ ხარ უვარგისი ვარსკვლავი. არა ხარ ვარგისიანი, ვერ შენ ის ნახევარი დატოვე ისეთ მდგომარეობაში, რომ ის ვერ ახერხებს გამთლიანებას, გესმის? და ამ შემთხვევაში შენს გოგიკითხება, იმიტომ რომ შენ თუ ვერ გამთლიანდი მასთან, მარტო იმის ბრალი არ არის, რომ ისეთ მდგომარეობაშია. თუ ერთი ნასკი სუფთა და მეორე ბინძური, რა კარგი კითხვა. აი ეს ერთი არის ვარგისიანი და მეორე უვარგისი. ვფიქრობ, რომ ეხლა წოს ქრისტემ სუფთა წამოდიო, მაინც არ წაყვება. ხო, ნაპერწკალი ეგრეა. არის ესეთი შემთხვევა, რომ მართლა ერთი ჭუჭყიანი რჩება რა. მეც მიპოვია ერთი ჭუჭყიან მდგომარეობაში და მომისვია მერე სარეცხ მანქანისკენ. რა ვიცი, ალბათ გაირეცხებიან ისინი. არ გადავყარე ეხლა, მაინც ვიცოდი, რომ ის გაირეცხება და სარეცხი მანქანისკენ ვისროლე. ხო და ალბათ ეგრე გვისვრის ღმერთი და გადაგვაგდებს, გამოგვა კარგად ესე შეიკივით დაგვაშეიკებს. ხო და არის უცნაური მდგომარეობები, რომ სამი ნასკი ერთნაირი როცა ხდება. ამ შემთხვევაში რა ხდება სამი ერთნაირი ნასკის შემთხვევაში? სამი ერთნაირი ნასკის შემთხვევაში აუცილებლად მესამეს აქვს მეოთხე თავისნაირი. ხო და კი ერთმანეთს ცნობენ ესენი და გონიათ რომ ერთი მეორესი არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში მათაც უნდა იპოვონ მეოთხე ნაწილი, ხო? იქ სადღაცა ერთნაირები თუ არის, სამი ერთნაირის შექმნა წყვილი არ არის. ის არის ტრილი. და ტრილი როცა არის, მაშინ გამოდის რომ ამ მესამეს აქვს თავისი კიდე მეოთხე. იგივენაირი. აი, ისევ ჩემი სიმღერა გამახსენდა. Something crazy is going on. Something crazy is happening. Somebody, nobody, anybody. You and me. I like you. You like her. She likes him. Who likes me? Circle. Big circle. Crazy circle. Lovely circle. და ეს წრეზე დადის რა. და აი შენ რო გონია რომ ის მოგწონს
და იმას როგორია რომ ის მოსწონს და იმას როგორია რომ ის მოსწონს, რომელსაც შენ მოწონხარ. აი აქ არის ზუსტად ეგ 4 კუთხედი შექმნილი რა. გაარკვიონ უნდა ამათმა ვინ მოსწონს მართლა. დიდება მამასა ძესა და წინასა სულსა ამბობს ვანიჩკა. აი, კარგად ბავს მივადექით. სხვათა შორის 6-4-ის დონი განიხილებოდა ამ სამებისა და კიდევ ერთის ნაერთით. აი ეს მეოთხე ვინ იყო? აი ეს მეოთხე ზუსტად ის მძლეველი იყო, რომელიც უნდა შევიდეს 6-4-ში. 3-4-ის ნაწილი გახდეს, მეოთხე მესამის ნაწილი, 3-ის ნაწილი გახდეს. ანუ ამ შემთხვევაში ისევ შევდივართ 6-4-ში. თუ ქრისტემ თავისი მეორე ნახევარი ვერ იპოვა და მძლეველი ვერ გაიჩიტა დედამიწასა ზედა, მაშინ დარჩება ისევ 6-4 და წავა ახალ დიდ 1000 წლეულების წრეზე. სანამ ისევ ახლიდან გაივლის კაცობრიობა, ისევ ყველაფერს ახლიდან ისწავლის და აი ატომური ბომბის ჩამოვარდნაც ამას უკავშირდება. თუ მძლეველი ვერ ძლებს იმ ვითარებას, რომ განიწმინდოს და ქრისტესთვის მოემზადოს, რა ჯანდაბაგჭირთ ნიშანი იყო, მაშინ ატომური ბომბი ჩამოვარდება, ყველაფერი დაზიანდება, ისევ ახლიდან დაიჭერს ადამიანი ხელში შუშას და ისევ შუშით და თოხით და ბარი დაიწყებს ცივილიზაციამდე მიღწევას. რომ ისევ დაიწეროს სახარებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ის დრო ახლოა, როცა ქრისტე უკვე თავის მეორე ნახევარისთვის დედამიწაზე ჩამობრძანდება და გვერდით მიისვავს თავის მძლეվել პრინცესას. აბა, პრინცესებო, გამოჩნდით. ხო, ეხლა იქ რაღაცა არის ლიტერატურაში წაკითხული, მაგ ესეთი და ესეთი უნდა იყოს ეს მძლეველი და ჩამოუთვალეს რა ქრისტეს როგორი უნდა აირჩიოს. თავის ჭკუით. ვიღაცეებმა ნიკეის კრების დროს წმინდა მამებმა დაუწესეს ქრისტეს როგორი უნდა იყოს მძლეველი. და ჯორჯაძეს კიდე თავისთავი ეგონა მძლეველი. მე გამიკვირდათ საერთოდ ამ ხელა ცოდნის ადამიანი და თავის თავს უწოდებს მძლეველს, მაშინ ქალი უნდა იყოს. ანუ არ გამოდის ეგრე, რომ კაცი იყოს მძლეველი ქრისტესთვის. No. რაო ვაშლი არ არის, რაო ერთი წუთი ახალი კომენტარი დაიწერა მე მგონი. მივატყობთ ამარ თქვენ მე მკვიდრეთ გამოცხადდებით ავლიპ ზურაბიშვილის. ვინ არის ეს ავლიპ ზურაბიშვილის, არ ვიცი. მოიცა აქ რაღაცა კომენტარი ვნახე. ვაშლზე და ვაშლი არ არის ნაყოფი, არ არის ის ნაყოფი, რომელიც შეჭამეს სხვა დანიშნულებაა, ლეღვი. ვაშლი არის კოდი. იმ კოდში უნდა ამოიკითხო რა მოხდა მაშინ არასწორად. ლეღვი კიდე ლეღვის წყევლის ქრისტე ეგ კოდია. ანუ ლეღვი არის ვინ უნდა დაიწყელოს იმის კოდი. და ვაშლი არის რა გავაკეთეთ არასწორად ის კოდი. აი, გესმით? იმის კოდი. მოიცა ერთი წუთით. ავლიპ ზურაბაშვილი. ვინ არის ავლიპ ზურაბაშვილი? არ ვიცი. აბა გამაცანით. ვანიჩკა იოანე მაისურაძე. ხო და ასე რომ მე მგონი რომ იმ
რიგშიც ნიკოლოზ რო აქვს დაწერილი, მანდაც არის მოხსენიებული, სხვათა შორის, აი ამ ცოლებზე რა, 3 ცოლი მყავსო და ერთი არისო, ერთიო გაბოზდაო, მეორეო გელიაო და მესამეო რაღაცა ესეთი არა დაწერილი და ერთი უნდა გადავიყარო მაგ ნაწილს რა მინიშნებას გვაძლევს ნარივანი მაგასთან დაკავშირებით. გადავიყარო სადმე წავიკითხო. ფსიქიატრი იყო ავლებ ზურაბიშვილი, ფსიქიატრი ავლებ ზურაბიშვილი და რას აკეთებდა ეს ფსიქიატრი? როგორ მინდა რომ ჩანდნენ ჩემი თვალები და ვერა და ვერა. არა, არ ჩანს ჩემი თვალები. ტარამ, აი ეს თუ ჩანს ჩემი თვალები კარგად? ხო და მეტი რაღაც მითხარით რა, ფსიქიატრი ზურაბიშვილი, ავლებ ზურაბიშვილი. ავლები ხა? ნეკისა, შერიგებისა, ვინც გაიბუდოს, ცუდს იმასა. აჰა, თანდათან იზრდება ეს ჩხილი. ნახეთ როგორ არის? ესე იგი ქრისტესაც არ ჰყავს მეორე ნახევარი და არ არის თავის თავში მთლიანი ნახევარის პოვნა, ბედის საკითხიც არის და ღვთისნებაა ყველა. მედია რო ყავდეს ხო აღარ იქნებოდა დაწერილი რომ თავისი სასწლოს წასაყვანად მოდისო. ანუ მეორე ნახევარი რო ყავდეს ქრისტეს, იტყოდნენ რომ მეორე ნახევრისთვის კი არ მოდის სასწლო აღარ იქნებოდა, ანუ ქორწილზე აღარ იქნებოდა საუბარი და იმაზე რომ მოდის იმისათვის რომ თავისი სასწლო თავის სასწლოსთან გაერთიანდეს. ვისაც უნდა დაინახოს შენი თვალები ხედავს თამარ. მადლობა მარიკა. მე ერთი რამე ვთქვი რა, რომ სანამ ქრისტე მოვა, ყველა მონაზონი აღდგება. ანუ მონაზონობა გაუქმდება მთლიანად. გაცოცხლდება ეს ხალხი. მკვდრეთი აღსდგებიან ყველა. ეხლა ხომ მკვდრად ყავთ მონათრული იალდაბაოთის მსახურებს. და ამონებენ, ანუ მონად ამუშავებენ ყველა მონაზღვენს. ხო და ამას დაასრულებს ქრისტე სანამ მოვა. აი სულ რაღაც რამდენიმე წელი არის დარჩენილი რა, 5 წელიც არა. 2031 წლამდე უკვე ყველაფერი მოგვარებული იქნება. 2027 წლამდე ყველაფერი გაირკვევა. შემდეგ 3 წელი იქნება შეხლა შემოხლის. დაალაგდებიან ვინც გადაირჩევა ეს ნასკები. გადაყრიან ზოგს დააწყვილებენ ასეც და 31 წლამდე უკვე იქნება ქრისტესთან შეხვედრა. მან იცის ვინც არის მისი ჩვენგან განსხვავებით. მან იცის ვინც არის მისი ჩვენგან განსხვავებით. კი, რა თქმა უნდა. მან თავიდანვე იცის ვინ არის. თავიდან დასაბამიდანვე იცის. ქრისტეს შემთხვევაში, ხო? ეს არის აი თავიდანვე რაც შეიქმნა, ხო, იზისის განხორციელება ვისიც მოხდება, ის არის ქრისტეს არჩეული. ჩვენ ხო ვთქვით, რომ სულთან კავშირი არსებობს და სულთან კავშირი არის მაგალითად სხვადასხვა სულები არიან, შექმნილი რამდენიმე პროტოტიპი, ხო? ერთ-ერთი არის ქრისტე, იესო ქრისტე. იესო ქრისტე არის ცისკრის ვარსკვლავი. ცისკრის ვარსკვლავი ასევე არის იზისი. ანუ დედი და მამრი მასში დაშლილია და ამის გაერთიანება ხდება. და იზისის იგივე ლილიტის, რასაც
ვეძახით, ლილიტი დაცემული მხარეა იზისის. ანუ იზის თავისი ჩრდილი აქვს, ხო? ყველაფერს აქვს, ბინარულ სამყაროში ხო ცხოვრობ. იზისის დაცემული მხარე არის ლილიტი. ლილიტისა და იზისის გამთლიანება მოხდება და შემდეგ ძლეველიც მაგას ქვია, იმიტომ თუ იზისი ლილიტთან წონასწორობაში მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ლილიტმა იზისმა თავისი დაცემული მხარე შეირიგა, ანუ განკურნა. ლილიტი დაცემული მხარეა, ჩრდილია, ყოველთვის აი ის ჩვენ რასაც ქვეცნობიერში გვაქვს და გვაწვალებს, აი ეს არის ლილიტი, ცდუნება არის ლილიტი და ცდუნება არ არის მაინც ბოროტი. ცდუნება გასწავლის, შენ რაში ხარ ძლიერი, რაში ვერ ხარ ძლიერი. ეს რომ არ იყოს, იზისი ვერ გაიგებდა თავის თავში რა სიძლიერეს ფლობს. ამიტომ ყველაფერი მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. არც ერთი არ არის ცუდი და კარგი კი არა და ეს არის პროცესი. ამ პროცესში, როდესაც იზისი იმარჯვებს და თავის თავში მთლიანდება, თავის თავში ევასა და ლილიტს აერთიანებს, ხო? ანუ ევა არის უფრო ესეთი მორჩილი, ლილიტი არის მეამბოხე. აი ამებს რომ განკურნავს, აი ამ შემთხვევაში უკვე მოხდება ამის გაერთიანება სრულად სამყაროში. განათდება ყველაფერი. ხო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ იზისი ცდილობს, რომ ამრი მხარე გააერთიანოს, ქრისტე უკვე გამთლიანებულია. მას შესაძლოა მამრი ენერგია უკვე მთლიანია, დედრი ენერგია ჯერ ვერ არის მთლიანი, მაგრამ ცდილობს მამრი ენერგიის გაერთიანებას. ესე იგი, თავის თავში ცდილობს მამრი ენერგიის გაერთიანებას, რაც უკვე თქვით, აი ეს მინჯაჭულობის ამბავი უნდა გადაწყვიტოს რა, ანუ ჯერ უნდა გაერთიანდეს თავის, ესე რომ დავაწყოთ არქეტიპებად, იუდასთან უნდა გაერთიანდეს ჯერ იზისი, რომ განკურნოს იუდა და შემდეგ იუდა როსეუბნება ქრისტე რომ შენო ბევრი შრომა მოგიწევსო, აი როდესაც იუდას განკურნავს იზისი, უკვე ქრისტესი სრულ ყოფას მოიპოვებს ქრისტესთან გვერდში დგომის. იზისსა და იუდას შორის არის კიდევ რაღაცა, აი ეს ვნებიანი კავშირი, ანუ ეს მიჯაჭვულობა. რაც უფრო ვლაპარაკობ, მით უფრო სინათლე შემოდის და გარკვევით ვიგებ მეც რა ხდება სინამდვილეში. ახლა ჩემო კარგებო, ჩვენ მეხსიერება წაშლილი გვაქვს და ვერ ვცნობთ, ან ვერ ვხვდებით, ან ვხვდებით და ვერ ვცნობთ. ავად იმიტომ ვართ, სულიერი მეხსიერება არ გვაქვს. მერე წერს ვანიჩკა, დედაკაცო, გულგონთ ხართ? ვანიჩკა, რა საინტერესო საუბრის სტილი გაქვს. კი, მედიას ვეთანხმები, დედაკაცო, რო უწოდებ ვანიჩკა, იმ ადამიანს ვეთანხმები, ეგრეა. ჩვენი მეხსიერება უნდა გავაღვიძოთ. თუ ვერ გავაღვიძეთ, ჩვენ ვერაფერს ვერ მივხვდებით. ესეთი მულტფილმი არსებობს ძაღლზე, ოზი. აი იქ არის საინტერესოდ გადმოცემული მეხსიერების გაღვიძება. სხვათა შორის ამ მულტფილმზე ყურადღება მიმაქცევინა ერთ-ერთმა სიდონის წევრმა რა. სიდონის წევრმა. რომ აი ეს ნახეო და ამაში რაც არისო მინიშნებაო, ის ჩვენშიც უნდა მოხდეს და კი არის ხო და წავით.